გინდა მხიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლედ მიტარძელი ულაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში საღამომშვიდობისა მთელი სახელმწიფო მანქანა ახლა რუსთავი ორს ებრძვის გვიტევენ სასამართლოს ხელით გვიტევს პირადად ივანიშვილი და გვიტევს მართველი გუნდი თითქმის 1 წელია თქვენს ფერხთით რომ ვარ განრთმული ჩემო ბრძანებელო ისე ბედნიერად გძნობ თავს რომ სულ დამავიწყდა დღესაც ხამსა რომ მივირთვი დაპირებული ზუთხის ნაცვლად ისე მართლა რა გახდა ერთი კაი საჭმელი ბიზია მაინც ადიყინი ამდენი ხამსაი რომ ვერ ამოვათავე და ლემური ვარ თუ კატის ცინდალი ვეღარ გევიგე მაინც მიაუნდე ვიძახო შენ გეუბნები ბიზინა არ გეუნემა არ მესმის ამ სიცრუის მანქანის ხვაურში რას ამბობთ წაიღო ყურები ამდენმა სიცრუემ ბიჭო რა გახდა ერთი ობიექტური ტელევიზია რომ კრიტიკული აზრი აღარ გავიგონო განაგირთო ქათინაურ ტივიზე უცბად და გატყობ კან ლეიმურას შენ უნდა ემსგავსები ახლა რუსთავი ორს კავკასიასავით საერთოდ გამორთი ტელევიზორი თორემ ამახამაც ძილი გამიტყდება რამდენიმე საათის წინ 3 მერე სახენის გატეხვან ზილის გატეხვან იარჯობია გაჩუმდი ბიჭო არ გაგიგონოს ბრძანებელმა თუ არა ხო იცი როგორი სათუთი გული აქვს იჯავრებს და მერე ჩვენ ვიჯავრებთ რა უნდა გეიგონოს ვერ ხენავ ფშვინავს აგერკად აი რა კარგად ჩავიცინე აი რა კარგად ჩამთლება აი რა დიდო ბრძანებელო მოსამართლეები გეწვივნენ და ძღვენიც მოგართვეს უხმე ჩემო მანდატურ თუხუცესო მოხარული ვარ თქვენი ხილით, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს. სამივეს რატომ გაქვთ ერთნაირი სახე? თქვენი ბრძანების თანახმად მეფეო. თქვენ თავადინებთ, რომ ყველა მოსამართლეს ერთი სახე უნდა ჰქონდეს. ხოჭახთ, დავალება სწორად გაგიგიასთ. აი, ეს არის ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლოს სახე. აბა, დღეს რა ძღვენი მომართვით? იპ. ეს რა კაი ლოგო გაუკეთებია კიბარხალო აის? ნამდვილად ოქროს ხელები აქვთ. მანდატურო წაიღე ეს ძღვენი და განძთ საცავში კარგად ჩაკეტე. მეფის სიტყვას ვდებ რომ დღეს რუსთავი ორი სამუდამოდ განთავისუფლდა ციცრუის ტირაჟირებისგან და ის გახდება მიუკერძვებელი და მართლაც ხალხის ტელევიზია. აი, რა კარგად ჩამოგიყალიბესთ. მოითახლა ცხოვრების იმერ მესამეც გუმარჯოს ბიძინა რომ ძილში ატარებს და ჩვენ თავისუფლებაში. ლეიმურას მომიტანე რა იქნება ერთი კოვზი ხიზილალა გამისკდა ჩიჩახვი ნერწვის კლაპვით გენეირიე მიჯო ბიზიას დათვლია კაკანა ყველა მარცვალისად იტაოთ დააკდებ ერთი ცალი იკრაი და დაგაგდებ ერთი ცალი ნეკნი ფენთხებში კარგი მაშინ ისევ მწვანილი მომიტანე გავუშვა ჟანგიანის კარტში რომელი გინდა რეზიკია პრასი თუ ჭლაკვი ჭლაყვი და ცეცხლი ჭამე შენ ზახარიჩ ასე ცინიკურად უნდა მოექცე საწოდავ ფეხის ბალიშს ხოდა გვაცადია ბაკეები ნუკროსუნով მადანა უშნოთ მოით ბიჭებო ჩვენ მშობლიურ კუთხე კუნჭუნებს გოუმარჯოს რა პრამენატრება ჩემი კენიური ღელეღურდანი მაიმი ინტურა მიარსე მომსახლა ჩამახუტა ჩემდენ იკონას და სუნარდემეზე ფიზიკონას კაი თაღლა გეყოფა თუ არა გასკთა გული დედი ხონა დედა მოგესალმებით ბატონო ბიძინ ნება მიბოძეთ გაჩუმნი მიჯო ზინავს კაც აუ ძინავს რამდენი ჯინაგაც უამდროს
არადა კარგი კომპლიმენტი მოვიფიქრე და მინდოდა ეგრევე ცხლად მეთქვა. Tati emere mai კომპლიმენტი მაქანე და ჩვენ გადავწევთ. გადაირია ფრასიონ. მასე შენთვის რომ დამებარებინა ჩემი ექსკლუზივნი კომპლიმენტები, ახლა მე შენ იქნებოდი მე კი არა. უი, თქვენ ჩადივარდათ ენები. გაჩუმდით, თორემ აბორგდა უკვე. არ გამიღვიძოთ ეს ანაზდად ჩაწინებული კაცი. მობრძანდის ბატონო ბიძინი, თავისუფალი და მიუკერძოებელი ტელევიზია ელოდება თავის ასვაბაძიწელს. ო, კარგია, მესია მოვნა. სულ გავათავისუფლე და გავწმინდეთ მთელი კოლექტივი ნაჟიმისგან. ო, ყვაყოფილი ვარ. გოგირდი კიდო დავწვით რომ ეს ტენდენციური გველები სულ გაქცეული იყვნენ მე ვიყო. ო, ბედნიერი ვარ. აი, ეს არის ხალხის გამარჯვება. დამოუკიდებელი ტელევიზია ხალხს ეკუთვნისთ და ხალხს უნდა ემსახურებოდესთ. მენეჯმენტი იქნება სრულიად თავისუფალი და ხელშეუხებელი. ამიტომ დღეიდან მაყურებელი იხილავს პროექტებს სეწოლის გარეშე და ყველა გადაცემას ეყოლება ობიექტური წამყვანი. მოგესალმებით ეთერში დანუკა შოუ და დღეს ჩვენი სტუმარია დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. მივესალმოთ, ტაში. ბატონო დავით, როგორ მოახერხეთ მოკლედ დროში თბილისის ასე გალამაზება, საცობებისაგან განტვირთვა და კორუფციის სრული დამარცხება? მინდა სიამაყით გითხრა ნანუკა, მე კარგი მასწავლებელი მყავს, ბრძენი კაცია ძალიანი. ხო და რასაც მივაღწია ამ მასწავლებლის, ანუ ბატონი ბიზნესს სულგა ყველაფერი მე ვიყო. ო, მოდით, ტაში დავუკრათ ბატონ ბიზნეს. ამ მართლაც ღვთისმიერ კაცს. მოგესალმებით, ეს არის ყველაზე საყვარელი გადაცემა ეკივოკი და ახლა გამოსაცნობ სიტყვას აგვიხსნის პატარა სოსიკონა. ის საქართველოშიც ჩატარდა. მე კიდემ პეტიესენი და მეოჯახე კაცები ერთადიან. რადგან ემსახურება გარყნილებას და თქვენსკენ მოიკითხეთ. მაშასე მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მონოლოგს დავიწყებ თავარი თემით. ივანიშვილმა იმდენი საქმე გააკეთა, ტაქსმა რო შემოარო 7 მილიარდს დაწერს. როგორია? მე არ მიჩქრება არსა ტაში თუ დავკრათ. ბრავო! მე რა კარგად ხუმრობს კაცო, რა კარგად გავსკდი სიცილით. ირბასო მაყურებლებო, თქვენ წინაშია მოსამართლეთა ტრიო X Girls. მართლაც ბრავო გოგონებო, ეს არის ჭეშმარიტი მუსიკა. შიურის ფეხზე დგას და ტაში გიკრავთ. ბრავო თქვენს მენტორს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ჩემი საოცნებო მენტორიცაა. და ასეთ მენტორზე ყველა ქვეყანა იოსნებებს ინდის დამოსგებიცებით. მოგესალმებით პოსტსკრიპტუმი განახლებული დავით კიკალიშვილთან ერთად. როგორც იცით, რუსთავი კანონიერ ფლობელს გადაეცა და საბოლოოდ გაათავისუფლდა მართლხებისაგან. ამ ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც. ნახოთ ჩვენი კორესპონდენტის სიუჟეტი.
Hello. The independent television Rustavi too is the freedom from national marchation and the Gaulen nation justice perek anu samartalma izema. Hey, very good speech. Mashase PSC ეთერში ბრუნდება და ახლა მოისმენთ განახლებული რუსტავიორის საიმიჯო კლიპი. მე თავისუფალი ჟურნალისტი ვარ. ჩვენთან ბავშვები თავისუფალ ეთერში იზრდებიან. ქართული იუმორის 9-წლიანი ტირადისაგან გადავისუფლა. თავისუფალი მუსიკა თავისუფალი ხალხისთვის. რუსტავიორი, გამარჯვებული კაცის ტელევიზია. წადი. ხელები შორს რუსტავიორის. ვერ ჩახშობ. გამისკდა გული, სიზმარი ყოფილა. ვეღარ გავიგე, მე სიზმრება თუ მართლა დამთავრდა იმ ამერიკის ელჩმა. რა შვებით ხალხო, რა შვებით? არ მესროლოთ, ბიძინა ვარ. აი, რა კარგად თქვი. აი, რა სწორად შევედარე.